ძალიან კარგი ადამიანის მოყოლელი, ძალიან კარგი ამბავი ნახე და მინდა უცებ მოვყვე რა ნიკო ლეკიშვილი, რომლის ჩაწერაც გვინდოდა და სამწუხაროდ ვერ მოასწარი, ძალიან საოცარი ადამიანი და ის იხსენებს, რომ პირველი მაისის რაიკომის მეორე მდივნად დავნიშნესო. კიჭას დაურეკეო მეგობრები ვიყავითო ვახარეო და მე ველოდებიო რომ აი გენაცვალე. ხო და კიჭას პასუხი იყო მე მერჩივნაო მეორე მაისის რაიკომის პირველი მდივნად დანიშნული ყავიო. იუმორი არ ვიცი ოჯახში გავთ ეს რაღაც მოგდგამთ ხო? და ძალიან შვილებთან როგორ გადგებოდათ ხოლმე ეს თუ გამოგდგომია. იცი არის არ ჩვენ შვილებს ვერ ვიტყვი რომ ეხლა რაღაცა მთელი დღე იმაზე არიან, რა ქვია, რა იხუმრონ, მაგრამ ხოთა შორის არაუშავთ რა იუმორში. და ატყობენ როცა რაღაცას თქვა მატყობს რომ ცოტა რაღაცა არ მომწონს ან გაბრაზებული შეიძლება ვიყო რაღაცაზე, ნუ მერე გადადიან ესეთი ტაქტიკური სულარო ხო რაღაცას ჩააკვეხებენ და მოყავხარ ხასიათი ხო ნუ მე თუ გაგეცინა მე ვეღარ გაბრაზდები და ამიტომ მოკლედ არაუშავთ ბავშვებსაც რა და ხო იუმორი ისეთი რამეა რომ რაღაცა რთულ პერიოდშიც და სტანდარტულ მდგომარეობაშიც შეგიძლია რომ გამოიყენო და გამოგიყვანოს მდგომარეობიდან